الحمد لله نحمده ونستعينه ونستغفره ونعوذ بالله من شرور أنفسنا ومن سيئات أعمالنا من يهد الله فلا مضل له ومن يضلل فلا هادي له نشهد أن لا إله إلا الله وحده لا شريك له ونشهد أن سيدنا محمدا عبده ورسوله أما بعد فيا عباد الله اتقوا الله واطيعوه إن الله مع الذين اتقوا والذين هم محسنون قال الله تعالى في محكم كتابه الكريم أستعوذ بالله بسم الله الرحمن الرحيم الذين آمنوا وهاجروا وجاهدوا في سبيل الله والذين آووا والنصروا أولئك هم المؤمنون حقا لهم مغفرة ورزق كريم صدق الله العظيم وقال النبي صلى الله عليه وسلم المسلم من سلم المسلمون من لسانه ويديه والمهاجر من هجر ما نهى الله عنه صدق رسول الله فيما قال أو كما قال ძვირფასო მორწმუნეებო ჰიჯრა წმენის სამართლიანობისა და სულიერი აღორძინების მარადიული გზა. ისლამის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს ჰიჯრას, დიდ მიგრაციას, რომელმაც არა მხოლოდ მუსლიმური თემის, არამედ მთელი კაცობრიობის განვითარების ვექტორი შეცვალა, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ისლამურ წელთაღრიცხვას და ახალ მორალურ წესრიგს. უზენაესი გამჩენი ყურანი კერიმში შემდეგს გვამცნობს, რომელთაც ირწმუნეს ჰიჯრათში წავიდნენ და იბრძოლეს ღვთის გზაზე და რომელთაც შეიფარეს და დაეხმარნენ, ისინი სწორედ ჭეშმარიტი მორწმუნენი არიან და მათთვისაა მიტევება და სარჩო გულუხვი. ეს აეთი ნათლად აჩვენებს, რომ ჭეშმარიტი რწმენა მოითხოვს მოქმედებას, თავდადებასა და სამართლიანობის ხარდაჭერას. ძვირფასო მორწმუნეებო, ჰიჯრა შუამავალის სალალაჰუ ალეიჰი ვასალამის და საჰაბეების მექადან მედინაში გადასახლება ანუ 622 წელს მექა და მედინაში გადასვლა. ეს არ ყოფილა მხოლოდ კომფორტის ძიება. 13 წლიანი დაუნდობელი დევნის და ბოიკოტის შემდეგ მუსლიმებმა დატოვეს სახლები და სამშობლო, რათა თავი დაეღწიათ ტირანიისთვის, გადაერჩინათ საკუთარი სიცოცხლე და ეცხოვრათ თავიანთი რწმენის, სინდისის და მორალის შესაბამისად. მოგვიანებით ხალიფა ომარის რადიალლაჰუ ანჰუს მმართველობის პერიოდში, როდესაც მუსლიმებს ადმინისტრაციული და ისტორიული ორიენტირი დასჭირდათ, საზოგადოებრივი კონსენსუსით სწორად შუამავლის სალალაჰუ ალეიჰი ვასალამის და საჰაბეების მექა და მედინაში გადასვლის თარიღი გამოცხადდა ისლამური კალენდრის ათვლის წერტილად. აი სწორედ რამდენიმე დღეში შევაბიჯებთ ამ თვარეში ძვირფასო მორწმუნეებო. შეცდომა იქნება ჰიჯრა მხოლოდ წარსულ გეოგრაფიულ გადასახლებად მიგვეჩნია. ეს არის უნივერსალური მდგომარეობა, რომელიც ყოველი მუსლიმის ცხოვრებაში უნდა გაცოცხლდეს. ჰიჯრა უპირველეს ყოვლისა არის იმ ყველაფრის მიტოვება, რაც ადამიანის გაჩენის უზენაეს მიზანს ეწინააღმდეგება. ნეგატიური თვისებების, ეგოიზმის და ამპარტავნების მიტოვება, სულგრძელობის სასარგებლოდ, უარის თქმა ჩაგვრაზა და ისეთი ნაბიჯების გადადგმაზე, რომელიც უსამართლობისკენაა და აუცილებლად სამართლიანობისკენ სწრაფვა. ყოველდღიური ზნეობრივი არჩევანი წინაღუდგე სულიერ გაუცხოებას და მიეკედლო გამჩენი ალლაჰის წყალობას. სწორედ ამაზე მიგვითითებს შუამავალი სალალაჰუ ალეიჰი ვასალამი. მუსლიმი ის ადამიანია, რომლის ხელი და ენა სხვა მუსლიმებს ზიანს არ მოუტანს, ხოლო მუჰაჯირი კი ის ადამიანია, რომელმაც ღვთის მიერ აკრძალული რაღაცაებს განუდგა და ისინი მიატოვა. ამრიგად, ნამდვილი მუჰაჯირი არის ის, ვინც ყოველდღიურად ტოვებს ცოდვას, მიატოვებს ჭორაობას, სიცრუეს, შურს, ღალატს და უსამართლობას და მიდის გამჩენი ალლაჰის კმაყოფილების მოპოვებისკენ. ძვირფასო მორწმუნეებო, ჰიჯრის საბოლოო მიზანი საზოგადოებისთვის სასარგებლო ინდივიდების აღზრდაა. მედინაში მან შექმნა ძმობის უნიკალური მოდელი, რომელიც მუჰაჯირებს და ენსარებზე არის დაფუძნებული. ეს იყო მცდელობა და მაგალითი იმისა, რომ საზოგადოებრივ ცხოვრებაში სამართლიანობა, სიკეთე, ჰიჯრა არის სიყვარულის, ურთიერთპატივისცემისა და სიკეთის მთელი ქვეყნის და მთელი მსოფლიოში გავრცელებისთვის ბრძოლა. იგი გმობს ეგოცენტრიზმს და გვასწავლის, რომ საზოგადოების ძალა მის სუსტ წევრებზე ზრუნვაში მდგომარეობს. დღეს, როდესაც ირგვლივ ხშირად ხედავთ ზნეობრივ გულგრილობას,
ჩვენი პასუხისგებლობა ვიყოთ თანამედროვეობის ენსარები, დავეხმაროთ გაჭირვებულებს, ხელი შეუწყოთ ახალგაზრდობის სწორ აღზრდას, დავიცვათ საზოგადოება მავნეზე გავლენისგან და დავამტკიცოთ, რომ ისლამი მშვიდობის და ჰუმანიზმის რელიგიაა. ყოველი ახალი დღე შესაძლებლობაა ჰიჯრეთისთვის, უმეცრებიდან ცოდნისკენ და უმოქმედობიდან საზოგადოების მსახურებისკენ. უზენაესმა გამჩენმა მოგმადლოს ძალა, სწორად გავაანალიზოთ ჰიჯრის იდეალები და ღირსეულად ვემსახუროთ სიკეთისა და სამართლიანობის გავრცელებას ჩვენს ქვეყანაში და მთელ მსოფლიოში. Ela inna ahsanal kalami wa abla'an nizam كلام الله الملك العزيز العلام كما قال الله تبارك وتعالى في الكلام وإذا قرئ القرآن فاستمعوا له وانصتوا لعلكم ترحمون أستعوذ بالله بسم الله الرحمن الرحيم إن الدين عند الله الإسلام